2018 წელს ჩრდილოეთ კაროლინის სანაპიროსთან სატვირთო გემი, რომელიც 30 ფუტის ტალღებს ებრძოდა, შტორმში 70 კონტეინერი დაკარგა. ერთ-ერთ კონტეინერში 6000 ფუნტი გოგირდმჟავა იყო, ნაერთი, რომელსაც შეუძლია მძიმე ქიმიური დამწრობები და თუნდაც სიბრმავე გამოიწვიოს. მხოლოდ 4 მათგანის ამოღება მოხერხდა. საზღვაო გადაზიდვების ინდუსტრიის თქმით, 2025 წელს დაახლოებით 1500 კონტეინერი გადავარდა ზღვაში. NOAA-ის მონაცემებით კი ეს რიცხვი 1000-ს უახლოვდება. ეს განსხვავება არსებობს იმის გამო, რომ არსებობს ხრელი კანონმდებლობაში, რომლის შესახებაც ინდუსტრიის გარეთ თითქმის არავინ იცის. მაშ რატომ ჩნდება ლეგოს კუბიკები და გარფილდის ტელეფონები სანაპიროებზე? და თუ ისინი კონტეინერებთან დაკავშირებით ცდებიან, კიდევ რას არ გვიმხელენ? 1997 წელს ინგლისის ქალაქ Big Berry Bay-ში დრაკონებმა დაიწყეს სანაპიროზე შემოჭრა. გემი Tokyo Express-ი როტერდამიდან ნიუ-იორკში გრძელ საზღვაო მოგზაურობას ახორციელებდა და როდესაც შტორმი დაიწყო. თითქმის 5 მილიონი ლეგოს ნაწილი ჩავარდა ოკეანეში და უკვე თითქმის 30 წელია კორნუოლის სანაპიროებზე ამოდის. ვარაუდობენ, რომ ხალხი კიდევ 10 წლეულების განმავლობაში იპოვის ლეგოს დრაკონებსა და რვაფეხებს. ხიარულად ჟღერს, მაგრამ უარყოფითი მხარეც აქვს. 2013 წელს ქალმა გალვესტონში, ტეხასში, ადგილობრივ სანაპიროზე შავი ლეგოს რვაფეხა იპოვა, რომელიც ექსპერტების აზრით შესაძლოა სწორედ იმ თავდაპირველი დაღვრიდან იყოს, 1000ობით მილის დაშორებით. მბარის მკვლევარმა ჯოზი თეილორმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, ერთი კონტეინერის გავლენა მცირე რომ ჩანს, 1000ობით სატვირთო კონტეინერი, რომელიც ყოველწლიურად იკარგება ზღვის ფსკერზე, საბოლოოდ შეიძლება სერიოზული დაბინძურების წყაროდ იქცეს ღრმა ზღვის ეკოსისტემებისთვის. იყო შემთხვევა, როცა დაახლოებით 2000 კომპიუტერის მონიტორით დატვირთული კონტეინერები ზღვაში ჩავარდა და ისინი აღარავის უნახავს. სხვა შემთხვევამ გამოიწვია ის, რომ 1000ობით Nike-ის ფერსაცმელი მსოფლიოს სხვადასხვა სანაპიროზე გამოირეცხა. Marlboro-s სიგარეტები დორსეთის სანაპიროებზე ჭარბად გავრცელდა. ჩაო მეინის ლაფშის ჭიქები ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ხოლო ჰოკეის ხელთათმანები კი ალასკაში. Swanborg Myers-მა განიცადა ერთ-ერთი თუ არა ყველაზე მძიმე კონტეინერების დაკარგვის კატასტროფა ისტორიაში. ერთ მოგზაურობაში 520 კონტეინერი დაკარგა, მაგრამ ამ ცურავ მაცივარ კონტეინერებს ფარული საფრთხეც ახლავს. ისინი შეიძლება ბუნებრივ ტორპედოებად იქცნენ. ცურავი სატვირთო კონტეინერი იმდენად პატარაა, რომ რადარზე საფრთხედ არ არიქმება, მაგრამ იმდენად დიდია, რომ საშუალო ზომის ნავის კორპუსი მთლიანად გაახიოს. თუ ასეთი რამეები საკმარისად ბევრია წყალში, მთელი ოკეანე პოპულარულ საერთაშორისო სატვირთო მარშრუტებზე ნაღმებით სავსე ველად იქცევა. მაგრამ რატომ ხდება ეს ასე ხშირად? ცხადი პასუხია შტორმები, მაგრამ ეს მხოლოდ პრობლემის ნაწილია. ნამდვილი პასუხი ბევრად უფრო რთულია. პასუხი არის კორპორატიული სტიმულების და ოკეანეზე მცურავი ცათამბჯენების გადაადგილების სასტიკი ფიზიკის ნაზავი. რაც უფრო დიდია ხომალდი, მით უფრო დიდია კონტეინერების გადმოვარდნის შანსი. გადაზიდვის კომპანიები ყოველთვის მოითხოვენ უფრო დიდ და დიდ ხომალდებს, რადგან ისინი ერთ რეისში მეტ კონტეინერს იტევენ. ეს კი ნიშნავს მოგების მაქსიმიზაციას. მაგრამ რამდენად დიდია ეს ხომალდები? ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატვირთო გემი, რომელსაც შესაბამისად უწოდებენ ულტრა დიდი კონტეინერმზიდი ხომალდი, ანუ ULCV, ეს ხომალდები როგორც წესი 1300 ფუტზე მეტია სიგრძეში, ანუ უფრო მაღალია ვიდრე Chrysler-ის შენობა ნიუ-იორკში, თუ მას ვერტიკალურად დავაკენებთ. სწორედ ასეთი ხომალდი იყო, რომელმაც სუეცის არხის შესასვლელი დაბლოკა და მსოფლიო ვაჭრობა შეაფერხა. მაგრამ რაც უფრო მეტი წონა აქვს ერთ ხომალდს, მით ნაკლებად მანევრირებადია ის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მაღალი სიჩქარით მოძრაობს. გემის მსოფლიო ოკეანეებში გადაყვანა ფიზიკური ძალების კონტროლის ნამდვილი ჩაკლასია და განსაკუთრებით შტორმიან წყლებში წონის განაწილების ფრთხილი კონტროლი უმნიშვნელოვანესია. მაგრამ ეს ხომალდები ერთდროულად 10,000-ობით კონტეინერს ატარებენ. ისინი ფაქტობრივად მცურავი ცათამბჯენებია. 11 ადამიანი ვერ შეძლებს მათ სულად მართვას, როცა წყალი მოულოდნელად რელავს. ეს ქმნის გვერდითი რყევის პრობლემას, როდესაც მჭიდროდ შეფუთული კონტეინერების უზარმაზარი წონა შეიძლება გემის გემბანზე გადაიწიოს, როცა გემი გვერდიდან გვერდზე იხება. როდესაც სტრიფტი ძლიერ და შორს გადაიწევს, თითქმის შეუძლებელია მისი ნაწილის გემიდან გადაცდენის შეჩერება. ზუსტად ისე, როგორც შორ მანძილზე მომუშავე მძღოლები კორპორატიული ზეწოლის გამო, ამ გემებზე მომუშავეებს მაქსიმუმამდე აწვევიან. როცა ადამიანებს ზღვარზე აწვევიან, შეცდომები გარდაუვალია. NTI.com-ის მიხედვით, არასწორი ან არასაკმარისი დამაგრება მნიშვნელოვნად ამცირებს კონტეინერების წყობის სტაბილურობას. თუ ამას გემის ოკეანეზე მოძრაობასაც დავუმატებთ, კონტეინერების გემიდან გადმოვარდნის რისკი ძალიან მაღალია. და როცა გაიგებთ, რამდენად მცირეა ზოგჯერ ეკიპაჟი, უფრო გასაგები ხდება, რატომ არის ასეთი სიტუაციების კონტროლი ასე რთული. საგულისხმოდ, ერთ-ერთი ასეთი ულტრა დიდი კონტეინერმზიდი გემი, რომელიც 20,000-ზე მეტ კონტეინერს ატარებს, შეიძლება სულ რაღაც 25 ადამიანმა მართოს. ამ გემების ზომის ზრდას კიდევ ერთი საშიში გვერდითი ეფექტი აქვს – პარამეტრული რყევა. გემის კონსტრუქცია რეალურად მის წინააღმდეგ მუშაობს. როდესაც ერთი ტალღა ცხვირს ზევით წევს, შემდეგ მოულოდნელად ქვემოთ აგდებს, რაც მთელ გემს ძლიერ რყევაში აგდებს. კონტეინერები 1000-ობით ტონით იწყებენ გადაადგილებას და როგორც კი ეს პროცესი დაიწყება, ტვისტის დაკარგვა თითქმის გარდაუვალია.
და ეკიპაჟს პრაქტიკულად არაფრის გაკეთება არ შეუძლია ამის შესაჩერებლად. ყოველ გემს აქვს თავისი კონტეინერების დამაგრების სახელმძღვანელო, ანუ CSM, რომელშიც ზუსტად მითითებულია თვირთის უსაფრთხო წონისა და სიმაღლის სპეციფიკაციები, მაგრამ ეს მკაცრი და უცვლელი უსაფრთხოების წესები ხშირად მხოლოდ რეკომენდაციებად მიიჩნევა, როდესაც საქმე მოგების პოტენციალს ეხება. რეგულაციებიც შემოღებულია იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ყველაზე საშიში შემთხვევა, კონტეინერების დასტის ჩამონგრევა, რაც ყველაზე მძიმე კონტეინერების დაკარგვის მთავარი მიზეზია. უბრალოდ რომ ვთქვათ, რაც უფრო მაღლა აწობთ კონტეინერებს, მით უფრო იზრდება მათი გადმოვარდნის შანსი. მიუხედავად იმისა, რამდენად კარგადაც არ უნდა იყოს ისინი დამაგრებული. და რა თქმა უნდა, ყოველთვის არის სიჩქარის ფაქტორიც. დრო ფულია და ეს გადაზიდვებში ისეთივე სიმართლეა, როგორც ნებისმიერ სხვა ინდუსტრიაში. თუ არა უფრო მეტადაც კი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზოგიერთი კონტეინერი სწრაფად ფუჭებად ტვირთს ატარებს. და სწორედ ამიტომ გემებს აქვთ мотиваცია, რაც შეიძლება სწრაფად იმოდრაონ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაქტორია, რაც გემებს კონტეინერების დაკარგვის რისკის წინაშე აკენებს. რაც უფრო სწრაფად სრულდება სამუშაო, მით მეტი სამუშაო შეიძლება შესრულდეს. ამიტომ ზემოდან ზეწოლა ყოველთვის მაქსიმალური იქნება. ბიუროკრატიული დაბრკოლებების თავიდან ასაცილებლად ხშირად ხდება ის, რომ ტვირთგამბძამნები ოფიციალურ დოკუმენტებში იტყუებიან იმ კონტეინერებში რეალურად გადაზიდული ტვირთის წონის შესახებ. როდესაც MSC Napolem 2007 წელს ერთ შემთხვევაში 100 კონტეინერი დაკარგა. დიდი ბრიტანეთის საზღვაო ავარიების გამოძიების დეპარტამენტმა აღმოაჩინა, რომ გემბანზე არსებული 660 კონტეინერიდან 127-ის წონა დეკლარირებულ წონას 3 ტონაზე მეტით განსხვავდებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ საერთო ჯამში გემის ტვირთი რეალურად 312 ტონით უფრო მძიმე იყო, ვიდრე დოკუმენტებში ეწერა. ეს იყო ავარია, რომელიც უბრალოდ თავის დროზე უნდა მომხდარიყო. არსებობს მიზეზი, რატომაც კონტეინერების დაკარგვა ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე საზღვაო ინდუსტრია აცხადებს. კომპანიებს და მათ კლიენტებს არ აქვთ იურიდიული ვალდებულება გაასაჯაროონ კონტეინერების დაკარგვა ზღვაში. ეს სრული კოშმარი იქნებოდა სამართლებრივად მოსაგვარებლად, რადგან ეს გემები მუდმივად გადიან საერთაშორისო იურისდიქციებში. ასევე უნდა გაიგოთ, რომ ეს ეწინააღმდეგება საზღვაო კომპანიების ინტერესებს, რომლებიც ერთმანეთთან მკაცრ კონკურენციაში არიან და არ სურთ ყურადღების მიქცევა თავიანთი კონტეინერების დაკარგვაზე. ეკოლოგიური ზემოქმედების მიუხედავად, უმეტეს საერთაშორისო საზღვაო კომპანიებისთვის კონტეინერების დაკარგვა მათ ბალანსში ეს მხოლოდ უმნიშვნელო დანაკარგია. საზღვაო ინდუსტრია კონტეინერების დაკარგვას ძირითადად მხოლოდ მაშინ მიიჩნევს კატასტროფულ მოვლენად, თუ ერთ შემთხვევაში 50 ან მეტი კონტეინერი დაიკარგება. რამდენი გემი კარგავს 20-დან 40-მდე კონტეინერს თითოეულ მოგზაურობაში და უბრალოდ არ გრძნობს საჭიროებას, რომ ეს დანაკარგები განაცვადოს. როგორც Gavin Spencer, კომპანია Parcel-ის სადაზღვევო განყოფილების ხელმძღვანელი და მიწოდების ჯაჭვში რისკების მართვაზე ორიენტირებული კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, არავინ აქვეყნებს სრულად გამჭვირვალე მონაცემებს. ეს დაახლოებით იგივე იქნებოდა, რაც ავიაკომპანიებს გამოეცხადებინათ, რამდენ ბარგს კარგავენ. ხშირად კომპანიებს არ უწევთ ფინანსური ზარალის გაწევა დაკარგული ტვირთის გამო, რადგან არსებობს რაღაც, რასაც საერთო ავარია ეწოდება. ეს საზღვაო კანონი განსაზღვრავს, რომ გემიდან განზრახ გადაკრილი ტვირთის ღირებულება გაიყოფა გემის კაპიტანსა და ეკიპაჟს შორის და არა იმ ადამიანებზე, ვისგანაც ისინი ბრძანებებს იღებენ. ეს იდეალური სისტემაა კორპორატიული ბოროტად გამოყენებისთვის და ამ ბოროტად გამოყენების ნამდვილი მასშტაბის გაზომვა თითქმის შეუძლებელია. არ არსებობს უნივერსალური, საერთაშორისო დონეზე აღიარებული მეტრიკა, რომელიც სრულად გაითვალისწინებს დაკარგული კონტეინერების აუზის რაოდენობას და ამის მიზეზებს. სხვადასხვა ქვეყნები და გადაზიდვის კომპანიები თავიანთ ვერსიებს ინახავენ, რომლებიც თითქმის შეუძლებელია ერთ დიდ გამაერთიანებელ მოდელში ჩასვას, რომელიც კორუფციის არს აღწევს. მაგრამ დამოუკიდებელმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა შეაფასეს, რომ 2020 წელს ზღვაში დაკარგული კონტეინერების რაოდენობა თითქმის 3-ჯერ აღემატება საშუალოს და მდგომარეობა უარესდება. იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ არ შეგვიხედავს იმ სტრუქტურულ პრობლემებში, რის გამოც ამდენი კონტეინერი ზღვაში ვარდება, სხვა უამრავი პრობლემა არსებობს. ამ ზოგადი დანიშნულების კონტეინერების უმეტესობა მყარი ფოლადისგან დამზადებული გარსებია, რომლებიც ან 20 ან 40 ფუტის სიგრძისაა. თუ ტვირთის წონასაც გავითვალისწინებთ და კონტეინერი არ არის მცურავი, ასეთი კონტეინერი ზღვაში გადავარდნისას პირდაპირ ფსკერზევა. ეს კონტეინერები წლების განმავლობაში ჟანგდება და გამოყოფს ტოქსიკურ რკინის ოქსიდსა და მძიმე მეტალებს გარშემო წყალში. კონტეინერები მცურავი ტვირთით ან შიგნით ქაფის იზოლაციით შეიძლება კიდევ უფრო დიდი კოშმარი იყოს. ეს იმიტომ, რომ ბინებები აუცილებლად მიიღებლად მიიყვანს მათ სანაპიროსკენ დაშლის პროცესში. რაც ის პროცესში, რაც კიდევ უფრო აუცილებს დაღვრილი ტოქსიკური ნივთიერებების კვალი. კონტეინერები მაინც იშლება, მაშინაც კი როცა მოძრაობენ და როცა ეს ხდება, მათი ტვირთი ფართოდ და შორს ვრცელდება. ეს კონტეინერები ყველაზე ხშირად არიან პასუხისმგებელნი წყლით გაჟღენთილი საქონლის სრულიად სუფთა პლაჟებსა და ხელუხლებელ ეკოსისტემებში მოხვედრაზე. რადგან ეს ქაფი სინთეზური პოლიმერია, თქვენ დამატებით იღებთ პლასტმასის დაბინძურებას, მიუხედავად იმისა, რა არის შიგნით. ამჟამად ოკეანეში დაახლოებით 75-დან 199 მილიონ ტონამდე პლასტმასაა, ხოლო ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ეს მაჩვენებელი კატასტროფულ დონემდე გაიზრდება. 2040 წლისთვის, თუ ამ ყველაფერზე არაფერი გაკეთდა, პლასტმასი შეიძლება დედამიწის ყველა ოკეანის ეკოსისტემაში გავრცელდეს. სხვათა შორის, ზოგიერთი ოკეანოგრაფი ამტკიცებს, რომ ოკეანის ფსკერზე შეიძლება იყოს 12,000-მდეც კი უპატრონო სატვირთო კონტეინერი, რომლებიც ჟანგდება. ძველ ბიოლოგმა Andrew Devo-Gelaerმა კალიფორნიის მონტერეის ურის ეროვნული საზღვაო ნაკრძალიდანა თქვა, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც თვალს მიღმა და თითქოს არ გვახსოვს, ეს არ ნიშნავს, რომ მას დიდი ეკოლოგიური შედეგები არ აქვს. Trans Wisps ფსკერზე ვტოვებთ დროის კაფსულებს ყველაფრისგან, რასაც ყიდულობთ და ვყიდით, რომლებიც შეიძლება ასობით წელი იქ დარჩეს.
ეს კი ძალიან საშიშია. ყველა ეს დაკარგული სატვირთო კონტეინერი თითქოს გამაფრთხილებელი ზარია კიდევ უფრო დიდი პრობლემისთვის, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ვემალებით. ეს არის გლობალური გადაზიდვების დამანგრეველი გავლენა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. დედამიწაზე არ არსებობს დიდი ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც ღრმად არ იყოს გადაზიდვებთან დაკავშირებული. მსოფლიოს საერთაშორისო საქონლის 90% გემებით ჩამოდის. ეს მაჩვენებელი აშშ-ზე საუბრისას 95%-მდე იზრდება. აშშ-ს აქვს 360-ზე მეტი პორტი, რომლებიც ყოველწლიურად მილიონობით ტონას საქონელს იღებენ. მაგრამ ესეც კი ფერმკრთალდება იმ მილიარდ ტონაზე მეტი სათბურის აირების ფონზე, რომელსაც ეს გემები გამოყოფენ. oceanconservancy.org-ის მიხედვით, თუ მსოფლიოს გემები ერთ-ერთად წარმოვიდგინოთ, ისინი დედამიწაზე მე-6 ყველაზე დიდ დამაბინძურებლად იქცევიან. ხოლოდ გადაზიდვები დედამიწის ყველა ნახშირბადის ემისიის 3%-ზეა პასუხისმგებელი. მოდით დავაკვირდეთ ორ მთავარ ამერიკულ პორტს, ლოს-ანჯელესსა და ლონგ-ბიჩს, რომლებიც აშშ-ში გამავალი ყველა საქონლის 40%-ზე არიან პასუხისმგებელი. ზღვით და ისინი ასევე აწარმოებენ 100 ტონას სმოგს, არა წელიწადში, არამედ დღეში. ეს უფრო მეტია ვიდრე მაქსიმალური რაოდენობა გამონაბოლქვისა, რასაც 6 მილიონი მანქანა შეიძლება აწარმოებდეს სამხრეთ კალიფორნიაში იმავე პერიოდში. და თუ თქვენ იმ თითქმის 39 მილიონი ადამიანიდან ერთ-ერთი ხართ, ვინც აშშ-ში პორტებთან ახლოს ცხოვრობს, ეს უნდა შეგაშინოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სუფთად ცხოვრობთ. თქვენ სუნთქავთ ჰაერს, რომელიც ისეთივეა, როგორც მთელი კოლოფის სიგარეტის მოწევა. სიგარეტი ყოველდღე. თქვენი ჯანმრთელობა, თქვენი სიცოცხლე, აქ მსხვერპლად ეწირება გადაზიდვების ინდუსტრიას. მათ ამერიკის ეკონომიკა მუჩი უჭირავთ და თქვენი ფილტვები მისაღებ დანაკარგად ითვლება. ბოლო დროს 2024 წელსაც კი ზოგიერთი ანგარიში მიუთითებს, რომ გლობალური გადაზიდვების ინდუსტრიის ემისიები ყოველწლიურად 250,000 ნაადრევს იგრძელდება და 6 მილიონი ბავშვის ასთმის შემთხვევას იწვევს. და როცა წყლის ქვეშ იმ რთულ ეკოსისტემებს დააკვირდებით, რომლებიც დედამიწაზე სიცოცხლის არსებობას უზრუნველყოფს, კიდევ უფრო მძიმე სურათს დაინახავთ, როცა საქმე გადაზიდვების გავლენას ეხება იმ პლანეტაზე, რომელსაც სახს უწოდებთ. გიგანტური სატვირთო გემების მუდმივი დაბალი სიხშირის ხმები, რომლებიც წყალში გადაადგილდებიან, წყალქვეშა ხმაურის დაბინძურების კოშმარს ქმნის, რაც თევზებიდან დაწყებული ვეშაპებამდე ყველა არსების კომუნიკაციას არღვევს. ბალასტური წყლის გამოშვება შეიძლება სრულიად დააზიანოს ოკეანის გარემოს ნაზი ბიომრავალფეროვნება, რადგან ის სხვა რეგიონებიდან შემოყვანილ ინვაზიურ სახეობებს ავრცელებს. გადმოღრა, მიკროპლასტიკები და ქიმიური ნარჩენები შეიძლება მთლიან რიფებს ფერს დააკარგვინებს და ათასობით თევზს მოკლავს. მაგრამ შეიძლება რამე ამ საკითხში, როცა 2023 წელს დედამიწის თითოეულ ადამიანზე წელიწადში 1,5 ტონა გადაზიდვა მოდიოდა. ეს ნაკლებად სავარაუდოა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებს და მთავრობებს გლობალური გადაზიდვებიდან მიღებული უსასრულო დოლარები თვალს უბრმავებს, ჩვენ გვაქვს ყველა მიზეზი ვიღელოთ იმის გამო, რაც აქ ოკეანეში ხდება. ოკეანე დედამიწის ზედაპირის 70%-ზე მეტს ფარავს და ის პასუხისმგებელია სითბოს რეგულირებაზე მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, ქმნის იმ ჟანგბადის ნახევარს, რაც გვჭირდება და შთანთქავს გლობალური ნახშირო ჟანგის ემისიების 30%-ის. მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 10%, ანუ 680 მილიონი ადამიანი დაბალმდებარე სანაპირო ზონებში ცხოვრობს. დიახ, შეიძლება გაგვეღიმოს უცნაური ნივთების სანაპიროზე გამორეცხვის გამო, მაგრამ ამავე დროს ეს თემები ყველაზე მეტად ზარალდებიან ბუნებრივი კატასტროფებისა და ზღვის დონის აწევის დროს. ზუსტად ეს პრობლემა, რომელსაც გლობალური გადაზიდვები ყოველდღიურად აუარესებს. და თუ შიგნით ხმელეთზე ცხოვრობ, ამ შედეგებისგან მაინც არ ხარ დაცული, მაინც არ ხარ დაცული. ადამიანთა 37% ცხოვრობს სანაპიროდან, 62 მილში. როგორც ერთმა შემაშფოთებელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტატიამ აღნიშნა, კაცობრიობის მომავალი დამოკიდებულია სწრაფად ცვალებადი ოკეანის დაცვაზე. ზღვის პროდუქტების ინდუსტრია 90 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა. 121 მილიონი ადამიანი მსოფლიოში დაკავებულია სამოყვარულო თევზაობით. ზღვის პროდუქტები შეადგენს დაახლოებით 20%-ს იმ ცილისა, რომელსაც კაცობრიობა მოიხმარს. თუ ეს ეკოსისტემები ჩვენს ფეხქვეშ დაინგრევა, უდაველოდოთ შედეგებს, რომლებიც მერყეობს უკიდურესი ფასების ზრდიდან მასობრივ შიმშილობამდე, რაც ათეულობით თუ არა ასეულობით მილიონი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს მთელ მსოფლიოში. ეს სერიოზული და კატასტროფული პრობლემაა და ამ ყველაფრის სასტიკი ირონია რა არის? ეს რეალურად კიდევ უფრო გააუარესებს საკონტეინერო გადაზიდვების პრობლემას. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გადაზიდვებში მომხდარი შემთხვევებისა, რომლებიც კონტეინერებს ჩვენს ოკეანეებში აგდებს, არის წყნარი ოკეანის სასტიკი ამინდის პირობები. ადამიანის მიერ გამოწვეული ამინდის ცვლილებები უარესდება, ახლა ჩვენ ვაწყდებით ყველაზე ძლიერ ჩრდილოეთ წყნარ ოკეანურ ქარებს, 1948-დან მოყოლებული. ეს კიდევ უფრო მძაფრდება გადაზიდვების გაზრდილი ნაკადით, რადგან მოთხოვნა იზრდება სულ უფრო დაკავშირებულ სამყაროში. ნიუ-იორკერის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ასევე გაამახვილა ყურადღება გადაზიდვის კონტეინერების სამყაროს ბნელი გაუმჭვირვალე ბუნებაზე. უმეტესობა ეკიპაჟისა სატვირთო გემებზე საერთოდ არ იცის, რა არის იმ კონტეინერებში, რომლებსაც ისინი ეზიდებიან. არც სასაზღვრო პოლიციას და არც საბაჟოზე მომუშავე ხალხს ეკნებათ ეს ინფორმაცია. ერთი გადაზიდვის კონტეინერი შეიძლება შეიცავდეს 5000 ცალკეულ ყუთს. ერთი გემი რამდენიმე საათში შეიძლება გადმოტვირთოს 9000 კონტეინერი. თითქმის შეუძლებელია მსოფლიოს გადაზიდვის კონტეინერების მხოლოდ მცირე ნაწილის შემოწმებაც კი. ეს ნამდვილი საჩუქარია ნარკოკარტელებისთვის, ადამიანებით მოვაჭრეებისთვის და ტერორისტებისთვის, ხოლო ნამდვილი ლოგისტიკური კოშმარი მათთვის, ვინც ამ კონტეინერების შემოწმებისთვის ხელფასს იღებს. და სწორედ ეს არის გემიდან ზღვაში გადავარდნილი სატვირთო კონტეინერების სულ უფრო მზარდი პრობლემა, ნამდვილი კოშმარი. კითხვა, რაზეც პასუხიც კი არ ვიცით, ასეთია: როგორ გავიღვიძოთ ამ კოშმარიდან? გსურთ მეტი გაიგოთ საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების უცნაურ თავისებურებებზე? მაშინ ნახეთ, რატომ არიან საკრუიზო გემები რეგისტრირებული ლიბერიაში და სხვა უცნაური ფაქტები საკრუიზო გემების შესახებ. ანუ ყურეთ ამას.